თემურ პაპასკირია ჩვენთან სტუმრად, ისტორიკოსი კოალიცია ცვლილებისთვის წარმოადგენს. მოგესალმებით, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ჩვენ გადაცემის პირველ ბლოკში ვნახეთ, რომ აქციის მონაწილეები, მოქალაქეები სხვადასხვა სფეროდან შეკრებილები არიან ამ წუთებშიც აპროტესტებენ თეა წულუკიანის განცხადებას. რამაც სხვათა შორის დიდი გამოხმაურება პოვა სოციალურ ქსელში თუ კი დავაკვირდებით. თქვენ რას ფიქრობთ ამ ნათქვამზე, იმაზე რაც ითქვა გიორგი ანწუხელიძის შესახებ, ის საუბრობდა კომისიაზე და ასევე ეტყობოდა, რომ ის რაც თქვა, ეს იყო მისი მხრიდან ნაფიქრი, არა წამოწდენა, არა რაღაც სპონტანური ნათქვა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ რასაც ვადევნებთ თვალყურს ამ კომისიაზე, ეს არის პირდაპირ ვიტყვით, რომ ისტორიის გადაწერა და გადაწერა მტრის სასარგებლოდ. და მართლაც აპოთეოზი იყო ახლა ეს გუშინდელი ინტერვიუ ამ შემთხვევაში, როდესაც გაირკვა, რომ თურმე გიორგი ანწუხელიძე პიარის გამო დაღუპულა. ძნელი წარმოსადგენია, რომ თეა წულუკიანსაც და გიორგი ანწუხელიძესაც ერთ-იგივე სკოლაში, ანუ ქართული სკოლა აქვს დამთავრებული, ერთ-იგივე ალბათ არა აქვს და ნასწავლი აქვს ორივეს ვეფხისტყაოსანი. სჯობს სიცოცხლესა, ნაზრახსა, სიკვდილის სახელოვანი, ეს არის ის, რაზეც თაობები იზრდება საქართველოში. გამოდის, რომ ესე გიორგი ანწუხელიძე, რომელმაც თავი გაწირა იმისათვის, სამშობლოსათვის, ჯარისკაცმა, სამშობლოსათვის ომში თავი გაწირა, შეურაცხყოფა არ მიაყენა ქართულ დროშას და ასე შემდეგ, ეს ადამიანი თურმე პიარისთვის არის დაღუპული. წარმოუდგენელია. პიარისთვის დაღუპულან ალბათ თავის დროზე 300 არაგველები. პიარისთვის, ასე ვთქვათ, ხდებოდა უამრავი სხვა გმირობა, რომელიც ქართველებს ჩაუდენიათ ისტორიის მანძილზე. დავით აღმაშენებელმა, რომ დიდგორის ველიდან გასასვლელი, უკან გასასვლელი გზები ჩახერგა, ეს ალბათ საერთოდ ამ კომისიისთვის ალბათ ყველაზე დიდი დანაშაული იქნებოდა ქართველი ერის წინაშე. უბრალოდ არ მესმის, რანაირად შეიძლება ეს ხალხი მართლაც ქართველებად მოიხსენიოთ ამის შემდგომ, როდესაც ნამდვილ გმირებს ებრძვიან ფაქტობრივად და წარმოუდგენელი ამბავია პიარისთვის დაღუპვა გიორგი ანწუხელიძის. გურამ გაბესკირია რომ გავიხსენოთ კიდევ, მასაც ხო შეეძლო გადაერჩინა სიცოცხლე ვთქვათ და ეღიარებინა რაღაცა. არა, ამის ნაცვლად მან თქვა რომ არასდროს სანამ სული მიდგას. აი სულ მაქვს ასეთი განცდა, რომ რაც ითქმება, რაღაცნაირად რაციონალური ახსნა თუ კი აქვს, ამას ვუპოვო. ამ ნათქვამ შეიძლება ასეთი ახსნა ჰქონდეს. აი, ქართული ოცნება მუდმივად ამბობს და აი ამ კომისიის ხდომებს თუ კი დავაკვირდებით, ხშირად აქვთ ხოლმე ომთან დაკავშირებით ასეთი პოზიცია, რომ ჩვენ არ ვასამართლებთ სამხედროებს, რომ პირიქით ისინი გავამართლეთ ჩვენი შრომით საერთაშორისო სასამართლოებში, უბრალოდ ჩვენ ვიძიებთ პოლიტიკოსების საქმიანობას და მათ როლს ომში. აი ეს მიზანი და ეს ნათქვამი ერთმანეთთან არის თუ არა თანხვედრაში რაიმე ფორმით? არა, არ არის თანხვედრაში, იმიტომ რომ მათი მიზანია იმის ჩვენება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰააგაშიც და სტრასბურგშიც საქართველო გამართლდა, მაინც აჩვენონ, რომ ჩვენ დავიწყეთ ეს ომი, ჩვენ შეგვეძლო ომის თავიდან არიდება. ანუ საქართველოს შეეძლო თავიდან აერიდებინა ომი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ტერორს შემოიჭრება მერე, რანაირად უნდა აერიდო ომი. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი. ახლა ამ ლოგიკით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი 9 აპრილი იყო 3 დღის წინ და 9 აპრილს დაღუპულებსაც თავისუფლად შეეძლოთ აერიდებინათ თავი სიკვდილისათვის. უბრალოდ უნდა წასულიყვნენ სახლში, არ დამდგარიყვნენ, პროტესტი არ გამოეთქვათ რუსული ტანკების წინააღმდეგ. მორჩა და გათავდა, მეტი არაფერი. ამ ხალხს აი
თუ ვინმე არის უსამშობლო, თუ ვინმე შეიძლება უსამშობლო უწოდო ჩვენს ქვეყანაში, ეს არის სწორედ ქართული ოცნების წარმომადგენლები. მათთვის სამშობლო არაფერს არ წარმოადგენს. იმ 9 აპრილის დროს ზოგიერთი მათგანი პირიქით, იქით ამ მხარეს იყო და რეალურად საბჭოთა ჯარების ქმედებებს ამართლებდა. ჩვენ ვიცით, რომ მათი იდეოლოგიური მასწავლებელი არის ნუგზარ ფობხაძე, რომელიც ამართლებდა 9 აპრილს და პირიქით რადიკალ ექსტრემისტ ახალგაზრდებს ადანაშაულებდა ყველაფერში. დღესაც იგივე აზრზეა ალბათ. ერთი მინდა თქვენი პოზიცია მოვისმინო, რამდენიმე დღეს წინ ჩვენ საუბრობდით კიდეც, დღეს ახლა თუ დავაკვირდებით, ყველას ვინც ქუჩაში გამოდის და ქართული ოცნების პოლიტიკას მიიჩნევს რუსულ პოლიტიკად და აპროტესტებს, დღეს მაგალითად შალვა პაპუაშვილი კიდევ იყენებს ტერმინს როდიონოვებს უწოდებს აქციის მონაწილეებს. რამდენიმე დღის წინ უცხოურძალად მონათლა არა მხოლოდ რუსეთი თუ დასავლეთი, არამედ მათ შორის 9 აპრილს იქ შეკრებილი მოქალაქეები. აი ამ ხაზს, რასაც ახლა ქართული ოცნება მიყვება, სადამდე მივყავართ და თავისი მიზანი რა არის? იმიტომ რომ შეიძლება კომისიის ფორმატში მას ჰქონდეს მიზნად, რომ ქვეყნის შიგნით ეს ოპონენტები გაანადგუროს, გააუქმოს და ხედავთ სამართლებრივ პროცესსაც, მაგრამ რაღაც უფრო მასშტაბური პრობლემაა ვიდრე პარტიული, ხო? კი, მტერსა და მოყვარეს შორის ყველანაირი ხაზის წაშლა, ამით შესაბამისად მტრისგან ნორმალური, ასე ვთქვათ, მტერთან ნორმალური ურთიერთობების დამყარების გამართლება, ეს როგორც ჩანს, სწორედ ეს არის მიზანი ამ შემთხვევაში. თურმე ესე იგი 9 აპრილს, რადგანაც მთავრობის წარმომადგენლები არ მივუშვით მემორიალთან, ამით ასე ვთქვათ, როდიონოვებად ქცეულ ვართ. ჯერ ერთი ჩვეულებრივ ადამიანებს არავინ არ უგზავნავდა იქ მისვლას, ერთადერთი რამ უნდა ეთქვათ, რომ რუსეთმა დაიწყო ომი, ვინ დაიწყო ომი, ამ კითხვაზე პასუხისგაცემა არ უნდოდა ნაწილს. და შესაბამისად რა უფლებით უნდა მიხვიდე შენ 9 აპრილის მემორიალთან, თუ შენ რუსეთის მსხვერპლების პატივისცემას აპირებ იმის თქმით, რომ არა, რუსეთს არ დაუწყია ომი. ასეთი ადამიანი არ შეიძლება იქ ნახე ხალხი, რომელიც ალბათ რომ არა პარტიული დავალება არასდროს არ გავიდოდა 9 აპრილის მემორიალთან და არასდროს არ ეცდებოდა ყვავილის დადებას და პატივისცემას დაღუპულების. მთელი მიზანი ზუსტად აი ამ ქმედებების ახლა რასაც ხედავთ არის, რომ მოშალონ ეს მტერსა და მოყვარეს შორის საზღვარი, გაათანაბრონ რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რანაირად უნდა გაათანაბრო არ მესმის 220 წლიანი ოკუპაცია საქართველოში, ანუ 220 წელია რუსეთი ჩვენი მთავარი მტერია. არავინ არ ყოფილა ჩვენი მტერი 220 წლის განმავლობაში, ასეთი მტერი ჩვენ არ ყოლია არავინ და საერთოდ ყველაზე უარესი რაც კი შეიძლება მომხდარიყო, სწორედ რუსეთის ოკუპაციის დროს განვიცადეთ, ერთადერთი დამპყრობელია, რომელმაც გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ერთადერთი დამპყრობელია, რომელმაც გაძარცვა ქართული ეკლესიები, დაანგრია, გადაღება და 1000 უბედურება დამართ. ერთადერთი დამპყრობელია, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლა აკრძალა და შემდგომ, ესე იგი, საბჭოთა პერიოდში, ახლა 14 აპრილი მოდის, დიდის გამოსვლების ფასად შევინარჩუნეთ სახელმწიფო ენად რომ ჩაწერილიყო ქართული საქართველოს ССР კონსტიტუციაში. მიუხედავად ამისა, საქმის წარმოება რეალურად რუსულად მიდიოდა. აი, ამისთან მარტო სახელმწიფოებრიობის გაუქმება ხო არ იყო, რეალურად ქართველობას ებრძოდა რუსი. და როგორ უნდა შეადარო ამას ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებისგანაც დახმარების მეტი ჩვენ არაფერი არ მიგვიღია დამოუკიდებლობის პერიოდში. მე უბრალოდ არ მესმის. აი, მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება ორივე იყოს უცხოური ძალა. რუსეთი არის მტერი, ეს არის მოყვარე, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები და შესაბამისად ბუნებრივია, რასაკვირველია, რომ ისინი ვერ შეფასდებიან როგორც უცხოური ძალა ამ შემთხვევაში. ერთი აზრი მიჩნდება, კითხვა უფრო სწორად, ხომ არ არის ამ ყველაფრის მიზანი ქვეყნის შიგნით პროცესების რადიკალიზაცია, აი რაღაცნაირად მაქსიმალური პოლარიზაცია, შუის გაქრობა, რაც თავიდანვე იყო ოცნების მიზანი.
თუ რუსეთის დავალება, რომელსაც ისინი ასრულებენ. ასეთი რიტორიკით რა სარგებელს იღებს ქართული ოცნება თავად? ეს ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავს, რომ რუსეთის დავალებით ხდება, ეს პირიქით დიდი ალბათობით სწორედ რუსეთის დავალებითაა. ანუ რუსეთს აწონებენ ისინი თავს და ჩვენთვის უკვე ნათელია პირადად, რომ ქართული ოცნება რუსეთის ინტერესებს ემსახურება და არა საქართველოს ინტერესებს. დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის ცალსახა. საქართველოს გაუჩნდა შანსი გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. რას აკეთებს ქართული ოცნება? ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს შანსი მოსპოს და დახუროს ეს პერსპექტივა და ჩვენ ვხედავთ აგერ რომ მოლდოვას უზარმაზარ დახმარებას უწევს ევროკავშირი და ეს არის უანგარო დახმარება, ეს არ არის სესხი, თითქმის 2 მილიარდიანი დახმარება არის, 2 მილიარდი ევროს ტოლი დახმარება და ისიც რაღაც რამდენ მცირე ხანზე გათვლილი, ჩვენ ეს ყველაფერი დავკარგეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში დღითი დღე იზრდება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. ეს სრული კატასტროფაა. მიგრაციის უარყოფითი სალდო და გააჩნია კიდე როგორ ძალიან დიდი რაოდენობა ახალგაზრდების, რომელიც ტოვებს ქვეყანას და რეალურად ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის ფაქტობრივად საქართველოს დაცლა ქართველებისაგან და ამას ასრულებს ქართული ოცნება დღეს. ანუ იმას, რაც რუსეთის მიზანი იყო ყოველთვის. თუ იმ პრობლემებიდან, ასე ვთქვათ, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, ნაკლები ყურადღება, უпроსტად მეტი ყურადღება გამახვილდეს თემებზე, რომელსაც თავად წევს. ფაქტია, რომ საინფორმაციო დღის წესრიგს ახლა ქართული ოცნება ქმნის. მოსწონს თუ არ მოსწონს ვინმეს. იმიტომ რომ ყოველ დღე ის თავად ქმნის კრიზისს, ქმნის საპროტესტო, ასე ვთქვათ, საფუძველს და თავად, ასე ვთქვათ, სტიმულირებს ისეთ თემებზე, რომ მეტი ყურადღება გადავიდეს აი იმ სოციალური პრობლემებიდან, რაც აქვთ მოქალაქეებს. შეიძლება ესეც იყოს მათ შორის მათი რაღაც პარტიული მაშინ გახლავთ, რომ დღის წესრიგის შექმნა ყოველთვის გაცილებით მარტივია ხელისუფლებისთვის. რა თქმა უნდა, რესურსსაც ბევრს ხარჯავს და მას განუზომლად მეტი რესურსი გააჩნია ამ კუთხით. იქნება ეს საინფორმაციო თვალსაზრისით, იქნება ეს ფინანსური თვალსაზრისით. შესაბამისად, ბუნებრივიცაა, რომ ის ყველანაირად ცდილობს აი ასე წამოწიოს თემები, რომლებიც შეიძლება მისთვის დამაზიანებელიც კი იყოს, მაგრამ იმ პოლარიზების კუთხით ყველაფერის გამმართლებელი აღმოჩნდა ქართული ოცნების მხარდამჭერთა ნაწილი. ყველაფერს ამართლებს აბსოლუტურად. შეუძლიათ გაამართლონ უკიდურესი სისულელეც კი, რომელიც ყველა მიცის, რომ სისულელეა, მაგრამ მიუხედავად ამისა გაამართლონ. და ახლაც ვხედავთ ამას, რომ ამით ფაქტობრივად თავის, ასე ვთქვათ, დასაყრდენს გამოცდასავითაც უწყობს, რომ აი ვინ ბოლომდე ვინ მომყვება ამ ბრძოლაში. და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ამ კუთხით, რომ საინფორმაციო დღის წესრიგის შეცვლა ძალიან რთულია რეალურად. ამისთვის მოსახლეობის უმრავლესობას რეალურად უნდა იყოს, უნდა გქონდეს თანაბარი წვდომა მაინც ამ შემთხვევაში. რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის ძალიან იოლი გასაგები იყოს, რომ მას მუდმივად ატყუებენ იმისათვის, რომ თავისი მიზანს მიაღწიონ. ქართული ოცნების მიზანი არის ერთადერთი ძალაუფლების შენარჩუნება. ქვეყანა მათ არ აინტერესებთ. კი ბატონო, მადლობა. მადლობა ბატონ თემურ პაპასკერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მე თქვენ დაგემშვიდობებით.